ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. დაეძებდნენ მას მღვდელთ მთავარი დამწიგნობარი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელს უწოდებდნენ, რომელიც 1:12-თაგანი იყო. წავიდა, ელაპარაკა მღვდელთ მთავრესა და მცველთა მეთაურებს, როგორ მიეცა მათთვის იესო. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ მიეცათ მისთვის ვერცხლი. მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის. დადგა უფუარობის დღე, როდესაც უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ. მათ უთხრეს: სად გინდა რომ მოვამზადოთ? მან უთხრა: აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი? ის გიჩვენებთ დიდმოფარდაგებულ ზემოთვალს, იქ მოამზადეთ. წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი. როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ ახსულდება იგი ღვთის სასუფეველში. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: აიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. რადგან გეტყვით თქვენ, ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემ. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე. რადგან კაცის ძე მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი. და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა, რომელი მათგანი იზამდა ამას. ასევე იყო დავა მათ შორის, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. მან კი უთხრა: ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ? თქვენ შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს, მსახურივით. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი? მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ როგორც მსახური. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამა ჩემმა სასუფეველი. რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ, აჰა, სატანა მithხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიო შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები. მან კი უპასუხა: უფალო,
შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც. ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე. მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ. უთხრა მათ: როდესაც ქისის, აბგის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ? არაფერი. უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: ახლა კი ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემში უნდა ახსრულდეს. ბოროტმოქმედებთან შეირაცხა, რადგან მას, რაც ჩემზეა, დასასრული აქვს. მათ უთხრეს: უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია. საკმარისი. მიუგო მან.